ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს, ეს არის 2x2 4. და ამას თუ ჩვენი მოსახლეობა გაიგებს, ხო ძალიან კარგი. თუ არ გაიგებს, სანამ არ გაიგებს, მანამდე ესეთი დღეები უნდა იყოს ქვეყანაში რა. სოლიდარულები ვართ პირველ რიგში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელმაც ორგანიზება მოახდინა ამ აქციის და თავისთავად 7 ნოემბერი, როგორც ეს დღე, თავისთავად მნიშვნელოვანია ყველასთვის, მე ვფიქრობ, ვისაც გული შეტკივა თავის ქვეყანასთან დაკავშირებით, ახედა გამომდინარე, მე ჩავთვალე საჭირო და მოვალეთ ჩემი თავი, რომ მოსულიყავი და ჩემი პროტესტი გამომეხადა. ეს 7 ნოემბერია პოლიტიკური პარტიების ლიდერების უმრავლესობისთვის და ასევე საზოგადოებისთვისაც თავარია ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამიტომ ჩვენ მათ მიმართ სოლიდარობის და პატივისცემის და სიმპათიის ნიშნად ვართ აქ. იმიტომ მიმყოფები დედიკო, რომ ძალიან მოწყენილი გვაქვს ასეთი უბედური ცხოვრება. გაიყიდა მთლიანად საქართველო, აღარ დაგვრჩა არაფერი, შვილები განდევნილი გვაქვს საქართველოდან და ძალიან გასაჭიშია დედები. უპატრონოთ ვარხავენ მეზობლები და ნათესავები, იმიტომ რომ განდევნილია უსაქმრობის და ამათი არაკაცობის გულისთვის. რომ აქვს საშინელი უსამართლობის შეგრძნება. ეს არის ჩემი პირადი პროტესტი. მე აქ არ მოვდივარ არც ერთი პარტიის მხარდასაჭერად. ოპოზიციის გულისთვის არ მოვდივარ მე აქ. მე მოვდივარ პირადი პროტესტის გამო. 2 წლის წინაც აქ ვიყავი, 1 წლის წინაც აქ ვიყავი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც დგანან საქართველოს პატრიოტები. დღევანდელი აქცია ეს იყო სიმბოლური აქცია, უბრალოდ ყველა იმ ადამიანის, ვინც თulis რომ ისე ვიგდგან, სადაც 2 წლის წინ იდგა. აქ დგომა ადვილი არ არის. აქ ხან მეტი ხალხი დგას, ხან ნაკლები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როცა თოთა ხალხი დგას, მაშინ უფრო აქ იგრძნობა აი ეს ღირსება, ის გაუტეხელისული, რაც არის სააკაშვილისთვის ყველაზე უფრო საშიში. 7 ნოემბერს ყოველ წელს ვიდგები ხალხთან ერთად და ყოველთვის მექნება პროტესტი იმის მიმართ, რაც მოხდა 2 წლის წინ. ჩვენ დაგვარბია ხელისუფლება, ძალადობა იხმარა, უკანონობა ჩაიდინა და 2 წლის თავზე ეს კიდევ უფრო მძაფრად ჩანს. თუ მაინც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი დღე არსებობდეს ქვეყანაზე, რა თქმა უნდა დღეს აქ უნდა იდგე. აქ უნდა იყო, რომ მოიპოვო სამართალი. რას ქვეყანაზე არ არსებობს. აქ ვდგავარ და აქ ვიდგებით, სანამ საქართველოს საფრთხე ემუქრება, სანამ ადამიანის უფლებებს საფრთხე ემუქრება, სანამ ჩვენთვის ძვირფას ასეულობებს, ღირებულებებს, სიწმინდეებს საფრთხე ემუქრება, აქ ვიდგებით და მარადამარა დავაფიქსირებთ, რომ 2007 წლის თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბერი და ყოველწლიური 7 ნოემბერი არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველანი მზად ვართ საქართველოს და ქართველი ერის უფლებები დავიცვათ. იყო მდუმარე აქცია, იყო გამოსვლები, თუმცა პოლიტიკოსების არ იყო და სწორიც იყო ეს. ვიყავით შეკრებილები და ეს არის ერთ-ერთი თარიღი, რომელიც გვაძლევს იმის სტიმულს და იმის მოთხოვნას, რომ ჩვენ გავაგზავნოთ ეს ბრძოლა, მივიყვანოთ ბოლომდე.